ჩაშლილი ზეიმი და უკან დახეული არალეგიტიმური ხელისუფლება. თბილისის მერია ნაძვისხის ანთების ღონისძიებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა აწყვეს ნაძვისხე და დაამონტაჟეს სცენა. ღონისძიებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე რუსთაველზე ასეულობით პოლიციელი გამოიყვანეს და პარლამენტის შენობის ფასადზე მიანათეს სახალხო განათებები, რომელიც კალაძის გადაწყვეტილების შემდეგ გაითიშა. ღონისძიების სტუმრები კი ბავშვების ნაცვლად საჯარო მოხელეები იყვნენ, რომლებიც კახა კალაძის დავალებით რუსთაველის გამზირზე გამოიყვანეს. თუმცა შანტაჟისა და იძულების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ საჯარო მოხელეების მხოლოდ მცირე რაოდენობის მობილიზება შეძლო. ირაკლი ბახტაძე გვიერთდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. გისმენთ ირაკლი. იმიტირებული საახალწლო ზეიმი და საჯარო მოხელეების განსაკუთრებული მობილიზება თავისუფლების მოედანზე დედაქალაქის მერი რამდენიმე დღის განმავლობაში აანონსებდა, რომ რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარ ნაძვისხეს პომპეზურად აანთებდა. დედაქალაქის მერი და ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატებიც დაესწრებოდნენ ან საზეიმო ღონისძიებას, თუმცა კახა კალაძეს ყველა გეგმა ჩაეშალა, რადგან მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მობილიზებულები იყვნენ მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც ევროპული მომავლისთვის უკვე რამდენიმე დღეა ქუჩაში დგანან. შესაბამისად, მოქალაქეების რაოდენობიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერმა ვერ გაბედა, რომ ქვეყნის მთავარი ნაძვისხე აენთო იქ, სადაც მოქალაქეებს რამდენიმე დღის განმავლობაში მათ მიერ დაქირავებული ეგრეთ წოდებული ტიტუშკები და პოლიციელები სასტიკად უსწორდებოდნენ. დედაქალაქის მერი, როგორც ჩანს, წინასწარ იყო მომზადებული და დედაქალაქის ნაძვისხის ანთების ღონისძიებაზე საჯარო მოხელეები უნდა მieყვანა, ბავშვები უпростоრე, თუმცა კადრები, რომელიც მთავარი არხის კამერამ გადაიღო, არ ჩანან ბავშვები, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში თავისუფლების მოედანზე იყვნენ მობილიზებული ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული მხარდამჭერები, მათ შორის ბავშვები ნამდვილად არ ყოფილან, მიუხედავად მამუკა მდინარაძის მცდელობისა, რომელმაც გამოაქვეყნა ფოტოსურათი ბავშვებთან ერთად, როგორც ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ მამუკა მდინარაძის ფოტოს გადასაღებად მიიყვანეს თავისუფლების მოედანზე ბავშვები. დედაქალაქის მერის ბრძანებით საკრებულოების, ბაგა-ბაღების, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, ყველა ის პირი, რომელიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, გუშინ ელოდებოდა, რომ რუსთაველზე ნაძვისხე კახა კალაძეს აენთო და მას შემდეგ, რაც რუსთაველი გაბწყინდებოდა, ესე ვთქვათ, როგორც ამას დედაქალაქის მერი ამბობს, ამის შემდგომ ბუნებრივია ისინი დატოვებდნენ რუსთაველის გამზირს. ნეტ გაზეთის მიერ გადაღებული ვიდეო მასალით ჩვენ მოვახდინეთ იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც ელოდებოდნენ ნაძვისხის ანთების ღონისძიებას, რომელიც დედაქალაქის მერს ჩაეშალა და ახლა მოგიყვებით სწორედ იმ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც თავისუფლების მოედანზე რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული. დავიწყოთ პირველ რიგში ბაგა-ბაღებში დასაქმებული მოქალაქეებით. ერთ-ერთი არის ნათია ბერიკაშვილი, ეს არის 71 ბაგა-ბაღის თანამშრომელი, რომელიც იმყოფებოდა თავისუფლების მოედანზე, მაშინ როდესაც ჩვენი კოლეგები ქალბატონ ნათიასთან მივიდნენ და კითხეს თუ რატომ იმყოფებოდა ის ამ ტერიტორიაზე, მას კითხვებზე პასუხი არ გაუწია, მასთან ერთად იმყოფებოდა ამავე ბაგა-ბაღის დირექტორი სოფო კაპანაძე, 71 ბაგა-ბაღზეა საუბარი, ასევე აქ იმყოფებოდა ლაშა გვენეტაძე, კრწანისის გამგეობის თანამშრომელი და როგორც ჩანს, კრწანისის გამგეობიდან ძალიან ბევრი საჯარო მოხელე იმყოფებოდა თავისუფლების მოედანზე, იმისათვის რომ დედაქალაქის მერს და ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ დეპუტატებს საზეიმოდ აენთოთ ნაძვისხე. კიდევ ერთი პირი, რომელიც მთავარი არხის კამერამ გადაიღო, ეს არის გია ანატბელიძე, ეს არის საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მისი სახელი და გვარი არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. ბატონი გია არის ეგრეთ წოდებული ტიტუშკა, ის არაერთხელ მონაწილეობდა მოქალაქეების დარბევაში და ცემაში. ასეთია იმ ადამიანების მოკლესია, რომელიც კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრიბა იმისათვის, რომ რუსთაველის გამზირზე მას ნაძვისხე აენთო, თუმცა კახა კალაძეს მოუწია გადაწყვეტილების შეცვლა და ნაძვისხის ანთების ღონისძიება 28 დეკემბრამდე გადადო. ველოდებოდი ნაძვისხის ანთებას, მაგრამ სამწუხაროდ არ აინთო. იმედია უახლოეს დღეებში მოხდება და ბავშვები გაიხარებენ ახლა ნაძვისხის ანთებით. მაგით ვარ მე აქ მოსული. გავაცილე ახლა ჩემი მეუღლე, ჩემი ბავშვები სახლში და მეც ახლა ჩემგანთან ჩავალ. გამარჯობა, რა ღონისძიებაზე ხართ? გამარჯობა, შეიძლება ჩაგწეროთ? რა ღონისძიებაზე ხართ? რა ღონისძიებაზე ხართ? რა ღონისძიებაზე ხართ? გადაუღია კალას ანთება ნაძვისხის. არ გადავდი, რატო? აი, არ
ცალკე შეშინდა. რისი კაცო? აი ამ ხალხის აკროა. არაპირებდნენ დაწყას ეს. ხო. არა. გადაუფიქრებია და ხა რა უნდა ვქნათ? ყავაც ვინც მოგვიყვანა აქ. გამგებელს დავინახები და რა ვიცი. გამგებელმა გიხოთ თქვენს? ხო, აბა ვინ გვეტყოდა? რა ვიცოდი. გამოგონილი საახალწლო ღონისძიებაზე, რომ დედაქალაქის მერი საჯარო მოხელეების შეკრებას აანონსებდა, ამას ადასტურეს ნიკა მელიას მიერ გავრცელებული განცხადებას. ნიკა მელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ამბობს, რომ კავაძემ 3 დღის წინ გასცა დავალება, რომ გამგეობებიდან, აიპებიდან და სხვადასხვა დაწესებულებიდან მოქალაქეების მობილიზება მომხდარიყო და ნიკა მელია ვრცელ პოსტში საუბრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც მობილიზებული ყავდა დედაქალაქის მერს თავისუფლების მოედანზე, თუმცა ამ მობილიზების მიუხედავად იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფლების გამზირზე ევროპული მომავლისთვის მებრძოლი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი, დედაქალაქის მერმა და საქართველოს მთავრობამ ვერ გაბედა, რომ ეგრეთ წოდებული ღონისძიება გაემართათ დედაქალაქის გამზირზე.